GTA-ზე ხო იყო ლაპარაკი, რომ GTA 6 რაც გამოიქშება, რაღაც კრიპტო ელემენტებიც იყოს. არ მგონია რომ AI hype არის. ხო. AI დარჩება, გაჩნდება. მე იმას ხვდები, რომ რაც უფრო მეტი ახალი hype შემოდის, Bitcoin-ი უფრო მიყვარდება. როგორ ამოვაგდებინო, როგორ გადავყიდო ეს NFT Rarity რაღაც და სულ სხვა ტიპი არის Web3. ჯერ ვერ იმერჯება ეს ჩვენი ორი სამყარო Web3-ის და Web2 თამაშები. გამარჯობა, მე ვარ გიორგი, Bitnet-დან, ეს არის ჩვენი მორიგი პოდკასტი. დღევანდელი სტუმარი არის მარი, რომელიც წარმოადგენს D-Gamify-ს და Arena Games, როგორც აქამდე ვიცოდით, მაგრამ ეხლა ზუსტად გვეტყვის რა ქვია და როგორ შეიცვალა ეს სახელი. პირველ რიგში, მარი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი დღეს. მოგესალმებით გიორგი და Bitnet-ის პოდკასტის მაყურებლები. მარი უკვე არა Arena Games-იდან, Arena Virtual Space-იდან, ეგრეთ წოდებული Arena VS და D-Gamify-დან. ოკეი. გახლავთ. კაი, მოდი დავიწყოთ. რითი დავიწყოთ? D-Gamify თუ Arena-ზე? ალბათ Arena-თი. ოკეი. იმიტომ რომ D-Gamify გაიზარდა უკვე და გამოჩნდა Arena Games-იდან. ოკეი. კაი, მოდი, მაშინ ახლა მე რაც ვიცოდი Arena Games რა იყო და როგორც დაიწყეთ, ანუ სტარტაპი ხართ, კრიპტოში ხართ, რა თქმა უნდა და იმიტომ ვართ აქ ჩვენ პოდკასტზე და თავიდან იყო ადგილი, სადაც ბევრი სხვა თამაში უნდა გაერთიანებულიყო და ერთ ეკოსისტემაში იქნებოდა და თავისი coin-ი ექნებოდა, რომელიც ამ ყველაფერს დააკავშირებდა ერთმანეთს. შეიძლება ესე რომ ითქვას? კიდე ერთ step back-ს გავაკეთებ და საერთოდ ძირფესვიანად მოვყვეთ. სულ თავიდან, უკვე 2017 წლიდან ჩვენი გუნდი მოღვაწეობს კრიპტო ინდუსტრიაში, თავიდან ძალიან ტრადიციული რაღაც Bitcoin mining-ით დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამასთან ერთად ესეთი digital business ჰქონდა თამაშების წარმოება. Game development-ი არანაირი კავშირი blockchain-თან, ჩვეულებრივ თამაშებს ვაკეთებდით, Umbrella ერქვა კომპანიას. დღემდე არსებობს. თანამშრომლობდით ამერიკაში პაბლიშერებთან. ვაკეთებდით თამაშს, უშვებდით ამერიკის მარკეტზე, ჩვეულებრივ მონეტიზაცია რეკლამით. მაგრამ ამასთან ერთად ყავდა გუნდი, რომელიც blockchain development-ით იყო დაკავებული და უფრო ესე შეკვეთებით მუშაობდით, სხვადასხვა პლატფორმებს ვაკეთებდით. მე ჩვენივე გეხსოვება, როდესაც CryptoX-ი ესტონური ლიცენზიით რო გავაკეთეთ Crypto Exchange-ი, მაგით ვიყავით დაკავებული და გუნდი ყავდა, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებდა. და უკვე ისეთი სენტიმენტი წამოვიდა მარკეტზე, რომ ეს 2019-2020 წელზე ვსაუბრობ, ძალიან ბევრი თამაში გადავიდა Web3-ში. კი ბატონო. ახალი მონეტიზაციის გზა, ახალი რაღაც და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ რატო არ გავაერთიანოთ ეს ჩვენი ძალები თამაშებში და blockchain-ში და გავაკეთოთ რამე საინტერესო და Arena Games-ი დაიწყო იმით, რომ იყო engine-ი, software-ი, რომელიც შენ როგორც თამაშის შემქმნელს საერთოდ blockchain-ის სოდნის გარეშე შეგიძლია აიღო ეს SDK ჩააშენო შენ თამაში და ჩვენ უკვე ვამენეჯერებდით იმას, რომ შენ მონეტიზაცია გიკეთდება NFT-ებით. через blockchain-ით. ჩვეულებრივი თამაშების ასეტები, რომელიც ისედაც ყველა თამაშს აქვს, იმინტებოდა და იყიდებოდა NFT-ის სახით. ხო, ახალი მონეტიზაციის გზა. ეგ იყო ჩვენი დასაწყისი Arena Games-ით და იცი დიდი გზა გავიარეთ უკვე ალბათ 1-2 წელი ეგ პროექტი არსებობს. მართლა ძალიან სტარტაპიდან დავიწყეთ, მერე გრანტები, მერე რაღაც 500 ინვესტიციები ზრდა განვითარება და 500,000 ამ შემთხვევაში ისე ამ 500 ლარზე ლაპარაკი. 500 global აკსელერაციას გულისხმობს. და უკვე გავიზარდეთ მართლა და პროექტს საკმაოდ დიდი coverage აქვს social media-ში, ყავს ჩვენი მომხმარებლები, ყავს ჩვენი არ ვიცი რაღაც ისტორია უკვე და სოციუმი, რომელიც არსებობს ამ პროექტის გარშემო, როგორც ვითარდება მარკეტი, ისე ვითარდებოდით ჩვენ და სენტიმენტი, ესე ვთქვათ, უკვე კრიპტომარკეტზე მთლად თამაშების არ არის და ჩვენც ვგრძნობდით, რომ უკვე შეგვიძლია, რომ უფრო ფართო სფეროს შევეხოთ და ჩვენი პლატფორმის core-ი. იცი რა, სანამ ამ core-ზე, ამ ცვლილებაზე გადავალთ, ძალიან დიდი იმედები იყო ზოგადად crypto gaming-ზე თან დაკავშირებული. რავი, ეგრე ვიტყოდი, რომ და ისა შარშანაც და შარშანწინას ბევრი იზახდა, რომ აი თავიდან 20 წლამდე იყო რაღაცა საწყისი ეტაპი და მე უკვე უნდა გადამზადიყო ეს რაღაცა დიდ თამაშებში, რომელიც უკვე გლობალური გახდებოდა. Bored Ape-მა გამოუშვა თავის თამაში, რაღაცა iPhone-ზეც აპლიკაცია, AVAX-ზე იყო ერთი თამაში, რაღაცა შუტერი, რომელიც ერთი პერიოდი, ერთი კვირა ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ რაღაც პონჩი ვერ მოხდა გეიმინგის და Web3-ის დაკავშირება, ხო?
დაკავშირება როგორ არ მოხდა? მოხარებლის მხრიდან დიდად არ მოხდა ჩემი აზრით. Gaming experience როგორც ისეთი თამაშებში blockchain-ზე არის თუ არა blockchain-ზე არის ვეთახვემთ არ იცვლება არანაირად gaming experience. უნდა იყოს კაი, თამაში უნდა იყოს კაი პირველ რიგში. ერთ-ერთი ჩემი აზრით რაც ჯერჯერობით მასაზე ვერ გავიდა. blockchain თამაში რო ითამაშო, მაინც რაღაცნაირად გარკვეული უნდა იყო, Web3 wallet-ი უნდა კონდეს დაუშვათ რომელსაც აბა. ან უნდა იცოდე რომ ეს შენი NFT რო დაიმინტა და რაღაც wallet-ზე დაგივარდა, მერე რა უნდა უყო, სად დალისტო ან გაყიდო ან რაღაც სამწუხაროდ ჯერჯერობით მასა დაფშენზე ვერ გავიდა და ჩემი აზრით ეგ კლავს ანუ ეს ტექნიკური სირთულეები კლავს ნარატივს. კი, ჩვეულებრივ მოთამაშეს ჩემი აზრით ჯერ კიდევ ურჩევნია რომ ჩვეულებრივი მოთამაშე იყოს. ვერ გამვითარდა და ვერ გავიდა ისეთ მასშტაბებზე ჯერჯერობით ინდუსტრია და მე მჯერა რომ გავა. სიმართლე გითხრა მე მჯერა რომ მართლა უპირატესობებს ჯერჯერობით კარგად ვერ კომუნიცირებთ ჩვეულებრივ გეიმერებთან. და მაინც ფიქრობ რომ გეიმერს ეგ იდეაში აინტერესებს რომ თუნდაც აი თამაშიდან რაღაცა მონეტიზაცია თვითონ შეძლოს. აი მაგათი რო ვიყოთ ხა Diablo ან რაღაცა გითამაში ხო არის აიტემები ჩვეულებრივად რომელიც ხა eBay-ზე ან რაღაცაზე შეგიძლია გაყიდო ან ნუ ადრე eBay იყო ხა მე რო Diablo რო სამშობდი 99 წელს მაგრამ ეხლა ალბათ შეიცვალა თამაშების ასეთების შავი ბაზარი ხო შავი ბაზარია რეალურად ძალიან დიდი თამაშები მართლა სადაც $1000 იხარჯება ასეთებზე და ძალიან ბევრი მოთამაშე ყავს და არ უჭირს ტრადიციულ თამაშებს მონეტიზაცია მაგრამ ვთქვათ კარგი ხარისხიანი თამაში იმდენ ფულს მოუტანს თავის შემქმნელს რომ მეტი არ შეიძლება ხო და blockchain საჭიროება არის საერთოდ აი ნახე FIFA რო არის ხო აი ეს რონალდო ან მესი ან რაღაცა კარდი ხო იქ ხო შიდა marketplace-ზე იყიდება და თვითონ აკონტროლებს ბაზარს ხო მე ის კომპანია და ანუ იქაც რაღაცას მართავს ეხლა რაღაც თავისი ეკონომიკა აქვს რეალურად იმ ბაზარს და უნდა ეგ ღია ბაზრის შექმნა საერთოდ აქ უფრო უპირატესობა ალბათ მოთამაშესთვის არის ვიდრე თამაშის შემქმნელისთვის ახლა FIFA-ს რა თქმა უნდა რომ მითხვიდე და უთხრა რომ მოდი blockchain-ზე გადავიტან შენი თამაში დიდად ნუ ოკეი ან არა ოკეი არ ვიცი ისედაც მშვენივრად აკეთებს მონეტიზაციას აქ უფრო უპირატესობას ისევ იქ მივდივართ რომ კრიპტო სრულიად დეცენტრალიზებული არის და აშკარა ბენეფიტები უნდა იყოს უშუალოდ მომხმარებლებისთვის. მე უფრო აი ასეტების ownership-ზე ვსაუბრობ და იმას, რომ ერთხელ რო იყიდე ის კარდი რაღაც $100-ად და ხვალ გადაწყვიტე, რომ აღარასდროს ეს FIFA არ ითამაშო $100 მინუსი გაქვს, ხო? არასდროს არანაირად არ დაგიბრუნდება და NFT-ზე გაყიდი. ან დალისტავ, ან მინუს დააფიქსირებ, at least რაღაცას ამოიღებ. ყოველთვის მოსყვები, რომ ძალიან მეცნება ხოლმე დედაჩემი 15 წელია, თუ შეიძლება მეტი ფერმას თამაშობს. დათვლილი მაქვს, ჩემი ბარათით ხდება გადახდები. ან რაღაც რამდენი ფული აქვს დახარჯული ამ 15 ძალიან დიდი თამაშია. ძალიან ბევრი მომხმარებელი იყოს და რამდენი წელი არსებობს, ხო? აი ხვალ რო გადაწყვეტას დედაჩემმა რომ ეს კომპიუტერი აღარასდროს აღარ გახსნას. რამდენიღაც $1000 სიამოვნება ხომ მიიღო. სიამოვნება მიიღო, მაგრამ თამაშის მუღამი ხო იგა მაინც დღეს. მინუსიც რო დააფიქსირო, ახლა რო ვთქვა ძალიან ხშირად მხდება ხოლმე კონტრარგუმენტი, რომ აი არ გაიზრდება ფაში ეს ჩემი NFT და რა ვქნა? At least არ დაკარგავ იმპულს, ხო? მინუს მაინც დააფიქსირებ. ჩვეულებრივ ცენტრალიზებულ თამაში სულ 100%-იან მინუსში ხარ. -50%-იც ხო რაღაც მხრივ ამოღება არის შენი ინვესტიციის. ხო, მე უბრალოდ მე ვისაც ვიცნობ ვინც გეიმერები არიან, ანუ სიამოვნებას უყურებენ, რა უფრო ეხლა აი Counter Strike-ში ხო რაღაც ბოქსები შეგიძლია იყიდო, ამოგივიდეს რაღაცა იარაღი, შეგიძლია ისიც გაყიდო, ოღონდ მე შიგნითვე დახარჯო და რა ანუ არ აქვს ის მომენტი, რომ აუ ეხლა ეს რო შემიზო ნახთ ფულად რო აქციო ჯერ ნუ შავი ბაზარი არსებობს, მაგრამ სულ რო არა, მაინც რაღაცნაირად ბედნიერები არიან რა. ანუ არ ფიქრობენ მაგაზე, როგორც ფული დავხარჯე და მინიმუმ ამოვიღე. მე მგონია გონიათ რომ თეი ცხოვრება ითამაშებენ. ზუსტად ეგ მგონია რომ აი ჯერჯერობით ხედავ მე და შენ სხვა აზროვნება გვაქვს, იმ ხალხს სხვა აზროვნება აქვს. მაგ გეიმერისთვის that's fine, that's okay რომ სიამოვნება მიიღო. ძალიან ჩვეულებრივი ექსპერიენსი არის. აი მან ვხედავ ზუსტად რომ ჯერ ვერ იმერჯება ეს ჩვენი ორი სამყარო Web3-ის და Web2 თამაშების, რომ Web3 მოთამაშეს მართლა ის აქვს მიზნად, რომ როგორ ამოვაგდებინო, როგორ გადავყიდო ეს NFT rarity რაღაც და სულ სხვა ტიპი არის Web3 მოთამაშე თამაშის. ძალიან განსხვავებული ტიპი არის. ჩვეულებრივ მოთამაშე. ამიტომ მგონია რომ ჯერჯერობით მასადაფშენზე ვერც გავალთ, ალბათ კიდე რამოდენიმე რაღაც წელი.
და იცი რა მეც ანუ შენი აზრით ის არის საჭირო რომ დიდმა სტუდიომ რა gaming development სტუდიომ აი თქვათ აი GTA-ზე ხო იყო ლაპარაკი რომ GTA 6 რაც გამოიქ შეიძლება რაღაც კრიპტო ელემენტებიც იყოს ანუ იმ ხრიდან უნდა მოხდეს ამ ძველ სამყაროდან გადმოსვლა თუ ამ ახალ სამყაროში შეიქმნება ისეთი პროდუქტი რომელიც ამ ძველ ხალხს გადმოიყვანს მაგ შემთხვევაში ვფიქრობ რომ უფრო აი EA Games-მა რომ გამოაცხადოს რომ ხვალ რაღაც ნაწილები გადამაქვს ჩემი blockchain-ზე ჩემი როგორც ვებორი მოთამაშის ვალიდაცია იქნება. ოკეი, EA Games-ი მეუბნება მაგას. არ მგონია რომ community-ში თვითონ შეიქმნას ის რაღაც ნარატივი, რომ აი მოდი ვცადოთ, აბა რა არის blockchain gaming-ი, როცა ხარ ცენტრალიზებულ სისტემაში, გირჩევნია რომ ცენტრალიზებულად ვიღაც აი იქიდან გითხრას რომ ეხლა ესე ვთამაშობთ და მოდი ძალიან გაგიმარტივებ იმას რომ wallet-ი კი არ არის რომ არის და მიდი მეტამასკი მიაბი და 12 სიტყვა დაიმახსოვრე და სადმე რო ჩაწერ არ სადარ დაკარგო და ის სტრესს გიქმნის ეგ ყველაფერი. ისე გაგიმარტივებ მე შენ flow-ს რომ ვერც მიხვდე რომ web3-ში ვართ არ და ვართ და ეს ნელა-ნელა შემოვაპარო, რასაც ჩვენც ვცდილობდით Arena Games-ში და რეალურად გავაკეთეთ რომ შენი პროფაილი უდრის შენ და experience-ი მაქსიმალურად ვცდილობდით რომ გაგვემარტივებინა. მაინც ხდებოდი, მაინც ჩვენი ტარგეტი ჯერჯერობით Web3 მოთამაშე იყო, მაგრამ თან ვათარგეტებდით რაღაც წილს Web 2.5 შუაში ანიკით ორივე მხარეს ძალიან კაი და მაგრამ ეხლა შეცვალეთ ხო ცოტა კომპანიის მიმართულება ესე რომ ვთქვათ და რაღაცა სხვანაირად აპირებთ ხო გამოცდილებას უფრო გავადიდეთ ჩვენი არეალი ესე ვთქვათ ყოველთვის ჩვენი core Arena Games-ის იყო marketplace. ესე იგი, ოკეი, ჩავაშენეთ ჩვენი SDK თამაშებში, მაგრამ მონეტიზაცია უშუალოდ შენი როგორც შემქმნელის benefit-ი და ჩემი როგორც ამ SDK-ის მფლობელის benefit-ი იყო ის, რომ რაღაცეები გაიყიდებოდა marketplace-ზე და ჩვენ აქედან ავიღებდით რაღაც fees. და ამ მომენტისთვის Arena VS-ი არის ჯერ კიდევ marketplace-ი, მაგრამ არ არის ფოკუსირებული მხოლოდ თამაშებზე. AI ელემენტებს ვამატებთ. გეცოდინება, რომ საკმაოდ დიდი ბუმი და ჰაიპი არის ახლა AI აგენტების გარშემო და შევქმნით ჩვენი ბიბლიოთეკა, რომლითაც შეგიძლია შექმნა, დამინთო და დალისტო ჩვენთან AI აგენტი დაუშვათ. ან gaming asset, ან ნებისმიერი რაღაც ჩვენ soft-ით შექმნა, დამინთო, დალისტო ჩვენ marketplace-ზე, ჩვენ გავყიდით ამ marketplace-ზე და გავინაწილებთ მაგას. ოკეი, და აი მაგათ მე თუ რაღაცა AI იდეა მაქვს, ხო, ანუ ეს რაღაც კონკრეტული ტიპი უნდა იყოს, რომელიც რაღაც კონკრეტულ საქმეს აკეთებს, ხო, ანუ ChatGPT-სავით წლიანის ვერ იქნება, ხო? ანუ რაღაც კონკრეტიკა უნდა შემოვიტანო და მე თქვენ მეხმარებით იმაშიც, რომ ეს რაღაც თქვენ community-ში გავრცელდეს, რომ ესეთი AI ბოტი იქნება, რომელიც ამას აკეთებს, იმას აკეთებს და მე უკვე ხალხშეულია, რომ შეიძინოს? კი, utility bot-ებს ვატარგეტებთ, რა თქმა უნდა, utility უნდა იყოს web3-თან დაკავშირებული, იმიტომ რომ ბევრი AI bot-ი არსებობს web2-ზეც, მაგრამ ჩვენი ტარგეტი არის რომ web3-ში რაღაც გიმარტივებდეს ცხოვრებას ესე ვთქვათ რა. მაგალითად trading შეიძლება მიმატივდეს Solana-ზე meme coin-ებზე რომ ნადირობ? კი. ეგეთი. პირველი ჩვენი უკვე რაც proof of concept-ი გავაკეთეთ, არის AI აგენტი, პირველი რომელიც გავუშვით. ეგ უკვე თქვენი გაკეთებული. ჩვენი გაკეთებული. ან რო ვაჩვენოთ, ყოველთვის ეგრე იყო თამაშებშიც. ჩვენ ვუშვებდით რაღაც თამაშს და ვაჩვენებდით use case, success case ესე ვთქვათ და AI აგენტზეც ახლა ესე გავაკეთეთ და რო ვფიქრობდით რა უნდა გაგვეკეთებინა, გუნდმა ესეთი რაღაც მოიფიქრა, რომ გავუშვათ AI agent Mari. ოკეი. ქვია ჩემი სახნია არის. თავიდან ვიზუალურად ძალიან მგავდა. მერე ჩემი ხმის ტემბრიც აიღეს და რაღაც მომენტში შემეშინდა რომ მითქი ოკეი, გამეგობრება და ახლა ცოტა ვიზუალი შევუცვალეთ, ისეთი robotics, high tech რაღაც გოგო არის. Telegram-ში არის ბოტი, შეიძლება ჩატავა. Twitter-ი აქვს თავისი საკმაოდ სერიოზული ინფლუენსერი 20,000 ფოლოვერი ყავს. Twitter-ს მარკეტზე. თავის კონის არ უშვებს? ჯერჯერობით არა. სავარაუდოდ ჩვენი იდეა არის რომ კოლექციები გამოვუშვათ. ახლა ყველა AI აგენტი რაღაც meme coin-ებს უშვებს და დიდად utility მაგ coin-ის არანაირი არ არის. ჩვენ ვფიქრობთ რომ კოლექციები გამოვუშვათ. NFT კოლექციები, რომელიც დაუშვათ თუ არსებობს რაღაც AI აგენტი ჩვეულებრივი ფიჩერებით, შენ როგორც NFT holder-ს გაძლევდეს
access და რაღაც დახურული ფიჩერები. ოკეი, და ანუ ეს ბოტი რა შვება რეალურად? ფარმზე ფული რო დამჭირდეს, ჩამირიცხავთ თუ ეგ? მარი არის RNVS-ის AI გული, ესე ვთქვათ რა. შენ შეგიძლია უთხრა, რომ აბა ნახე ჩემ პორტფოლიოში რა ასეტები მაქვს, დაუშვათ რაღაც NFT-ები გაქვს უკვე ჩვენთან ნაყიდი. ანალიზი გამიკეთე, რა არის ლიკვიდური, რა არის ლიკვიდური, რას როგორ მოემატა ფასი და რა სენტიმენტი არის ახლა დაუშვათ სოციალურ ქსელებში და თუ თვლი რომ რაღაცეები შეგვიძლია გავყიდოთ დავლისტოთ გასაყიდად დამილისტე და მაგ ყველაფერს იზავს და შეასრულებს და თან ნუ რაღაც advice-ებს იძლევა რომ this NFT shit I would sell it. ოკეი, რაღაცეები. გარე იმაზე საკეთებს თუ მარტო თქვენთან რაც არის? გარე დავაკავშირეთ. კი, შენ შეგიძლია დააკავშირო და ინგლისურ ქართული. დააკავშირო შენი wallet-ი, MetaMask-ი და ანალიზ გავუკეთებს იმ ასეტების რაც გაქვს. ოკეი, არ ვიცი მაგის გაკეთება მინდა თუ არა, 1000-ზე მეტი NFT მაქვს და 999 აქედან ნაგავია, მაგრამ იდეა ეგ არის რა, ძალიან ბევრი, ახლა გეცოდინება Cookie3 არის დაუშვათ ეგეთი პლატფორმა, რომელიც აკეთებს ანალიტიკას ტოკენების, NFT-ების და ამ შემდეგ, მაგრამ თითქოს data არასდროს არ ყოფნის რა, შენ როცა უყურებ რაღაც NFT კოლექციას საინვესტიციო მიზნით, ფიქრობ გინდა იყიდო თუ არ გინდა იყიდო, you don't know for sure. და მარი არის შექმნილი იმისთვის შენ თუ ბოტი. სარევში რომ შევდივარ და კამერა რო არ მაქვს ჩართული, ყველა კითხულობს ეს მარი არის თუ მარი ბოტი. მეთქი მე ვარ. იდეაში scoring-ს აკეთებს, აანალიზებს სოციალურ ქსელებს პროექტის, გუნდი ვინ არის, doxed, არ არის doxed, ჩანან, რას აკეთებენ, რა მეწარსული თუ აქვთ, რამე თუ აქვთ უკვე გაშვებული. ბევრად მეტ data-ს აანალიზებს, ვიდრე დავუშვათ ჩვეულებრივი ანალიტიკური პლატფორმები და შენ უნდა შეხვიდე, არ ვიცი, დაპრადარზე, მერე დაგუგლო, მერე Discord-ში გადახვიდე, შეხედო community რამდენ მესიჯი წერება დღეში, რა სიტუაცია არის, ამაგ ყველაფერს გააკეთებს ეს AI Core. ოკეი, ანუ საინტერესოა NFT-ზე რო ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ბევრი აღარ ვლაპარაკობს რა NFT-ზე და ზოგადად ცოტა კი რა ძალიან მკვდარი არის ხო ბაზარი რომ შევადაროთ იმ სიგიჟესთან რაც იყო, ხო, მაგრამ შენ ან მაინც პოზიტიურად განწყობილი ხარ თვითონ ტექნოლოგიის მიმართ, თუ არსებულ კოლექციების მიმართ თუ რას ფიქრობ? დაბრუნდება ის ჰაიპი რაც იყო NFT-ებში თუ შენი აზრით ეგ არასოდეს აღარ იქნება? კრიპტოკითენები არ მგონია. როდესმე დაბრუნდა ის რაც ხდებოდა 2021-ში არ მგონია როდესმე გამეორდეს. ალბათ წლებმა აჩვენა რომ utility matters მაინც. და ჯერ ესეთი ტექნოლოგიის და ვფიქრობ რომ კარგ გამოყენებაში ჯერ კიდევ ჰაიპი მაგისტვის ყოველთვის არსებობს. შენ მომხმარებელს ნებისმიერ შემთხვევაში იპოვი თუ კარგი პროექტია და კარგი utility აქვს და მაინც ვფიქრობ რომ ნარატივი ბრუნდება. წაღამ ვისაუბრეთ BOS-ი ჩვენ პირველი კოლექცია რომელიც გაეშვა მიუხედავად იმისა რომ რა ჰაიპი და რა ნარატივი არის ახლა NFT-ების free-mint იყო და საკმაოდ კარგად არსებობს ეხლაც მარკეტზე მიდის გადაყიდვები, ვოლუმები დააბრუნა, floor price-ი აიწია მიუხედავად იმისა რომ free-mint იყო ჩვენ. კი ბატონო, ანუ მაინც აქტივობა არის. და utility, ანუ ხო, utility შენი აზრით რა არის კაი utility, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ აი მაგათ board ape-ები რო ავიღოთ, ხო? მან utility რა არის, რომ რაღაცა event-ებზე მიდიხარ და ხო, ხალხში რო თქვა board ape მაქვს, აღარ მგონია რომ რაღაცა ის გამოიწვიოს. ხო, და აი ეგ, ნუ ვთქვათ ეგეც არის utility, ხო, event-ებზე გეპატიჟები. მეორე მხარეს არის, ან რა შეიძლება იყოს, არის რაღაცა revenue sharing-ის თემები, ხო, რომ გაგიზიარებ მოგებას ჩემ რაღაცა კონკრეტულ პროდუქტის, მაგრამ მაგას მე რო ითვლი, იქაც შეიძლება რაღაც, ნუ, ანუ ეგ მათემატიკაში გადადის, ხო, ძალიან მარტივად შემიძლია მე ღირებულება დავითვალო შენ კონკრეტული NFT-ს. და ანუ ეგეთი ანუ ფულთან დაკავშირებული უნდა იყოს ეს utility თუ არა? მე როგორც ალბათ დამიწებული ადამიანი, იურისტი ვარ პირველ რიგში, ჩემთვის ჩემ წინა ცხოვრებაში იურისტი ვარ. ჩემთვის ალბათ ყველაფერი რაც დაკავშირებული არის უშუალოდ ფულთან. აი ექსკლუზიურობა და აი board ape-ის მემბერი ვარ და როდესღაც yacht party-ზე ვიყავი. Doesn't really matter for me. უფრო ალბათ ჩემთვის real utility, რაც უფრო real utility ექნება, მით უფრო ღირებული არის
ჩემთვის NFT. მაგრამ აი დავუშვათ ძალიან მომწონს და იმ დღეს ვლაპარაკობდით გუნდში პინგვინების პროექტი, ჩემთვის ძალიან მესაყვარლება. საერთოდ არ აქვს არანაირი მონეტიზაციასთან დაკავშირებული utility, მაგრამ ისე კარგად მიყავთ და ჯერ ნუ story თვითონ პროექტის როგორ მიდის და სოციალური ქსელები აქვთ ძალიან კარგად გაკეთებული და რო ვიცი რამდენ შრომას დებენ ამ ყველაფერში და მართლა community driven ისტორია არის აი ეგ ალბათ გამონაკლისად ვიტყოდი რომ ყველა იმ ისეთი NFT კოლექციებიდან რომელიც უბრალოდ არსებობს და real utility არ აქვს ალბათ პინგვინები ყველაზე მეტად მესაყვარლება იმიტომ რომ თან რაღაც ექსკლუზიურობას გაძლევს იმიტომ რომ ნუ საკმაოდ ძვირია ჯერ კიდევ და part of the community ხარ და ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც გაიქონდა airdrop-იც კარგი ქონდა და ეხლა დუბაის events-ზე ვლაპარაკობდით საკმაოდ დიდ side events აკეთებენ თვითონ და access-ი იყო holder-ებისთვის, token holder-ებისთვის. Utility ხო, event driven-ი ეგეც სხვა სიმართლე გითხრა utility-ებს რასაც ძლევს token-ი თვითონ არ ვიცი. და NFT ნუ უბრალოდ არსებობს რა ავატარზე შეგიძლია დააყენო. Okay, ეს თუ არის რაღაცა აი ამ cuteness-ით და რაღაცა თემა, აი utility-ებში რომელი მოგწონს, ან რომელი NFT არის? კონკრეტულად კოლექცია? ხო, მაგალითად. სიმართლე გითხრა, ალბათ ვერ დაგისახელებ. ზუსტად BOS. BOS, რა შე არ ვიცი BOS? Arena VS-ის გამოშვებული. ძალიან კარგი utility აქვს, revenue share, access-ები რაღაც დახურულ whitelist-ებში და ასე შემდეგ. სხვა? აი ისე აი ამ utility-ი რაღაც ბოლომდე მაინც ვერ გავედით რა, ნუ არ არის რა ბევრი ისეთი რომ ვიტყოდი რომ აი ესეთი utility აქვს რომ ღირს. ნუ ალბათ არც. ალბათ არც. ძალიან დამოკიდებული არის პროექტის community-ზე. ეხლა როგორც შენ არ იცოდი BOS-ი, outside of my community, ისე მე არ ვიცი დაუშვათ სხვა კოლექციები. ძალიან დამოკიდებული არის შენ social activity-ზე რა და მერე უკვე შეიძლება იმ utility-შიც ძალიან დიდი benefit-ი დაინახო შენთვის, იმიტომ რომ მაგ ეკოსისტემის წევრი ხარ შენ და შენთვის ხედავ. აი მაგ არ ვიცი, marketplace-ები რო უშვებენ კოლექციებს და არ ვიცი, Magic Eden-ის რაღაც NFT გაძლევს access ახალ listing-ებში პირველ. Why not? თუ ხარ მომხმარებელი და თუ შენ აქვს ეგ ტოკენი გამოუშვეს. ხო ვიცი. გავყიდა საბედნიეროდ. ხო, კარგი ისინი კონდეთ. ხო, თავიდან კარგი ფასი ქონდა და მე მალევე გავყიდა. აი ეხლა ყველაფერი უნდა გავყიდე. ყველაფერი ეგრე მუშაობს ახლა. მაგრამ ზოგადად ვამბობ რა, თუ ეკოსისტემის წევრი ხარ შენთვის real utility. ფლიპერები და რაღაცეები ამ მომენტში ამ მარკეტზე არ მგონია რომ არის ვინც ეძებს რომ რაღაც უცბად იყიდო გაყიდო ვერ ხედავ ჯერჯერობით მაგ კაი ესე იგი ხო დავიწყეთ რაღაც თამაშების დეველოპმენტიდან და ბლოკჩეინიდან და მივედით ეხლა უკვე AI-სთან ვარ და AI აგენტების marketplace-ად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ Arena VS-ი. Okay. და ეხლაც ანუ პირველი პროექტი უკვე დარესტულია თუ ილისტება ეხლა? ეხლა ილისტება პირველი ჩვენი ესე ვთქვათ გარე პროექტი 6 მაისს გვექნება პირველი minti, paid minti, Crane AI. AI-ზე Okay, ანუ ჩვენ მაყურებელსაც თუ უნდა რომ მიიღოს მოწვევა minti-ში, შეუძლია შევიდეს 6 მაისს Arena VS-ზე ვუშვებთ ან იდეა არის რომ ყველა პროექტისთვის ეშვება questing პლატფორმა, თვითონ ჩვენთან Arena VS-ზე დალისტული და აგროვებ რაღაც ქულებს, ასრულებ რაღაც ჩვეულებრივი და social task-ები რაც არის და follow-ე Twitter-ზე, რაღაც და like-ი გააზიარე რაღაცები, რაც უფრო მეტი ქულა გაქვს, უფრო მეტი შანსი გაქვს მოხვდე whitelist-ში. Okay. და მე დავფინალებთ უკვე whitelist-ებს, პირველი რა თქმა უნდა დახურული sale იქნება მაგათთვის და მე უკვე გავდივართ public sale-ს. ძალიან კარგი. Okay, ეხლა რომ ვილაპარაკოთ D-Gamify-ზე, რომელიც არის რეგიონში ყველაზე დიდი კრიპტო ივენთი, ხო? შეიძლება ესე ითქვას და ჩატარდა 3-ჯერ, ხო? უკვე 3-ჯერ.
რატო გადაწყვიტეთ ან ივენთები ან კრიპტო თემებში იყავით უკვე, ხო? სწორად თუ პირიქით იყო ეგ რომ მოყვე, როგორ დაიწყო DGamify-ის ამბავი? 22-ში დაიწყო DGamify. თბილისში ვართ ჩვენი ქორგუნდი, Arena VS-ის თბილისში ვართ ყოველთვის და საკმაოდ ისეთი რა ვიცი, ოფისში ვზივართ, მუშაობთ რა. თუ დავდიოდით სადმე ივენთებზე, ეს იყო ყოველთვის საზღვარგარეთ, სადმე დუბაიში ან სადმე ევროპაში, სინგაპური კლავ რაღაც ივენთები. და 2022-ში მთელი ეს ომთან დაკავშირებული ამბები რო დაიწყო, გახსოვნება შენც ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვიდა საქართველოში და სულ გვესმოდა რომ აი Binance-მა გახსნა ოფისი თბილისში. იმან Bybit-მა გადმოიყვანა, იმანქნა ესენი გადმოვიდნენ, ბათუმში ზის რაღაც დეველოპერების გუნდი და რაღაც ჭორის დონეზე გვესმოდა სულ რომ ძალიან ბევრი კრიპტო ხალხი საქართველოში. არა და ფიზიკურად და ვიცე არავის არ იცნობ. და მაშინ გადავწყვიტეთ რომ არ იქნებოდა ცუდი ნეტვორკინგის და ისევ ყოველთვის ჩვენთვის ცენტრი Arena იყო და იმისთვის რომ რაღაც საინტერესო კონტაქტები და პარტნერშიპები ავიღოთ პროექტისთვის. გაგვიკეთებინა ერთი ივენთი და მოგვესინჯა, აბა რამდენი ხალხი მოვა. პირველ DGamify-ის პატარა მითაბზე. იმდენი ხალხი ტერმინალში გავაკეთეთ, აღარ ეტეოდა. მეთქი, ოკეი, რაღაც ხდება. და დავიწყეთ მე თითქმის ყოველთვე ვატარებთ ის პატარა ივენთებს, ვეპატიჟებოდით ადგილობრივ პროექტებს, ვინც თავის პრეზენტაციას გააკეთებდა და გაიზარდა. მე სექტემბერში Binance მაშინ ძალიან აქტიურობდა, გეხსოვნება. BNB Chain-მა მოინდომა, რომ რაღაცა მაგდენი დეველოპერი შეიკრიბა საქართველოსშიო, გავაკეთოთ ჰაკატონი. და ჩემი პირველი გამოცდილება ჰაკატონის ორგანიზაციის. ანუ თქვენ იყავით ლოკალური პარტნიორები Binance-ის ამ ჰაკატონში, ოკეი. ადგილობრივი პარტნიორები, რომ თავიდან ბოლომდე დავუშვათ, გვეპოვა ეს დეველოპერები, შეგვექმნა პლატფორმა, გაგვეკეთებინა რა ვიცი რაღაც. გვეპოვა ადგილი და ასე შემდეგ, ჯიტაში გავაკეთეთ. დაახლოებით 100 Web3 დეველოპერი იყო, 23 თუ 25 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. და ყველა სხვა ქვეყნებიდან და ასე შემდეგ. ყველა სხვა ქვეყნებიდან ბევრი ქართველები იყვნენ, 6 გამარჯვებული, ვითომ 3 უნდა გაეკეთებინათ თავიდან, მაგრამ 6 გამარჯვებული გამოვიყვანეთ, იმიტომ რომ მართლა საინტერესო პროექტები გააკეთეს და 48 საათის განმავლობაში შრომობდნენ, ესე ვთქვათ. და მანდ დავაონბორდეთ ახალი დეველოპერები Arena-თვის მახსოვს. ოკეი, ანუ თანამშრომლები ჩვენთვისაც საკმაოდ საინტერესო ივენთი იყო, რომ არა მარტო აი DGamify X BNB Chain, იმიტომ რომ bold partnership იყო მაშინაც. DGamify იყო რაღაც თვეების შექმნილი პატარა ივენთ რაღაც ორგანიზატორი Web3-ში და BNB Chain-თან ერთად რო გავაკეთეთ ჰაკატონი, დიდი თემა იყო. ხო. და აი ეს ყველაფერი რომ რაღაც იქ ხალხი ინტერესდება, ძალიან დიდი ნეტვორკი შეიქმნა, ჩატი გავაკეთეთ Telegram-ში, ემატებოდა ხალხი რაღაც. ოქტომბერში, უკვე სექტემბერში ქონდა პირველი ჰაკატონი და ოქტომბერში გავაკეთეთ დიდი კონფერენცია, მაშინ პირველი Sheraton-ში და მახსოვს ან ჯერ ხო ივენთ ორგანიზაცია ძალიან თავის ტკივილია და მაგრამ მაინც საინტერესოა და მაინც მიყვარს მაგ ყველაფრის კეთება, მთელი გუნდი ვემზადებოდით ამ ყველაფრისთვის, მთელი ღამე რაღაც construction-ი მიდიოდა ადგილზე რომ აგვეშენებინა ეს სტენდები და რაღაცეები და საკმაოდ დიდი venue ჰქონდა და ჩემი თანამშრომელი ვინც იყო, გავიდა გარეთ მანქანიდან რაღაც უნდა გამოვიტანო რა და გავიდა გარეთ და მირეკავს თუ პასუხე და ხომ მეთქილი რა ხდება და რიქში ვდგავარო შემოსასვლელშიო და რა რიქში დგახარ მეთქი შემოდი ხო არ გაგიჟდი ანუ აჩვენე მეთქი შენი ბეჯი და შემოდი არა რიგია გარეთ რიქში ვდგავარო მეთქი ოკეი ძალიან მაგარია შემოდი ძალიან ბევრი ხალხი იყო მართლა ძალიან ბევრი ხალხი იყო ადგილი არ იყო ტიკეტების უკვე ტიკეტჯის წერდით რომ მეთქი გადახურეთ აღარ გავყიდოთ მეტი ძალიან ბევრი ხალხი იყო და ჩვენთვის შოკი იყო მაშინ რომ 2000 კაცი მეტი მოვიდა 2 დღის განმავლობაში
და კარგი გამოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არენაცი უკვე რამოდენიმე წელია ინდუსტრიაში ვართ, ბევრ ხალხს ვიცნობთ. ამ საერთაშორისო კონფერენციებზეც რომ დავდივართ, საკმაოდ კარგი სპიკერების კონტაქტები გქონდა და ვეცადეთ რომ მართლა საინტერესო ხალხი ჩამოგვეყვანოთ ყველა იმედს პრინციპში. და ეგრე დაიბადა Gamify და გადავწყვიტეთ მაშინ რომ ყოველწლიური იყოს და უკვე 3 კი ჩატარდა წელს იქნება მეოთხე. მაგრამ ხო ანუ იდეა თავიდან მაინც იყო რომ ეს არენას დამხმარებოდა რეალურად Gamify რომ ეს კონტაქტებით მერე კიდე რაღაცა შემატოთ იქ რაღაც შეიძლება ინვესტიცია იყოს სტრატეგიული პარტნერშიპი და ასე შემდეგ ხო საინტერესო გადაწყვეტილებაა თათ არენასთვის არ დავარქმევდი, მაგრამ ნეტვორკი იყო ყოველთვის ჩვენი მიზანი. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ იცნობ იმას, ის იცნობს იმას და უკვე საინტერესო ადამიანი ხდები ვებსამში ახალი რაღაც opportunity-ების და შესაძლებლობების თვალსაზრისით. ამიტომ ეგ იყო ჩვენი თუმცა შენ ვერ გაიცანი შენი მეთოდზე ხო? მე არასდროს ყოველთვის აი ღამის 4 საათზე სადღაც იატაკზე ვღოღიალებ და რაღაც შესაერთებელია და მიუხედავად იმისა რომ გუნდი ყოველთვის მუშაობს, იმდენად ჩართული ვარ ხოლმე ორგანიზაციაში, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ერთი კვირა ათენებს ივენთამდე და ივენთზევე ათენებს და ეს ტელეფონი რო გაცეცხლებულია და ირეკება და რაღაც ყოველთვის ვამბობ, რომ მომავალ წელს დელეგირებას გავაკეთებ ყველაფერს. აი ჩანსი არ არის. ეხაც ღამებს ვათანებ ხოლმე და ხოსასცილ მე არავინ 3 წლის განმავლობაში ერთი 5000 კაცი იყო ჩვენ ივენტზე, არც ერთი არ გამიცნია ჯერჯერობით. მაგრამ ყავს შესაძლებლობები პარტნიორი, რომელიც მაგაში ძალიან კარგი არის და ის საკეთებს მოყოლებს. მიკა. ხო. ანუ კარგად როლებიც კარგად გაქვთ გაყოფილი, შეიძლება ითქვას, ხო? შენ და მიკას. თვის ვამბობ, რომ ყველა creators ჭირდება executor-ი და მე და მიკა ვართ creator executor couple. ძალიან კაი. და ამას ხშირად ვკითხულობ ხოლმე პოდკასტში, ანუ სხვა სტარტაპები ხო ყავს ხოლმე ზოგთან არის რაღაც 3 ფაუნდერი ზოგთან 4 თქვენ ორნი ხართ და ანუ ეს creator executor ამბავი ისე მოგწონთ რომ არც განიხილავთ რომ ან მესამე რო იყოს ან ხო გაქვთ ხოლმე რაღაცა 100 სხვაობა, მაგრამ სამში რავი უფრო მარტივად წყდება ხოლმე რა ესე რო თქვა. სინამდვილეში co-founderები ორნი ვართ მართლა, მაგრამ core team-ი არენასი ძალიან team driven არის რა. ყავს ხალხი, რომელიც წლებია ჩვენთან ერთად არის და მართლა ორი აზრი არასდროს არ არის ჩვენთან, არის ყოველთვის აი ფეხმი დავუშვათ ჩვენი CIO არის, Innovations Officer, კანადაში ცხოვრობს, ყოველ წელს ჩამოყვანს Gamify-ზე ერთადერთი შანსი, როდესაც ფეხმის ვნახულობთ ჩვენ. ჩვენ ტექნიკური გუნდის ლიდი ყოველთვის ვითვალისწინებთ სხვა აზრსაც, რა თქმა უნდა. მე და მიკა ვიღებთ არჩება ხოლმე რაღაც ძალიან ისეთი პროექტს, რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტს, რა ხდება მარკეტზე, საით მივიწევით, რა იქნება კარგი რომ გავაკეთოთ, ეგ ყოველთვის რაღაცა ის core გუნდი წყვეტს, რომელიც ყავს. რა თქმა უნდა, რაღაც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს კომპანია საით მიექანება, მაგრამ მე და მიკა. იმიტომ გეკითხები, აი ხა ეს pivot-ი რო გააკეთეთ, ხო, gaming-დან რო უფრო marketplace AI-ის მიმართულებით, ანუ ეგ ხო რაღაც twin-შიც არ არის მარტივი, ხო, სავარაუდოდ ხა ამდენი ხანი რაღაცას აკეთებდი, მე ხვდები რომ რაღაც უკეთესი opportunity-ა, მაგრამ თან შეიძლება ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, რავი, ეგეთი easy decision-ი არ იქნებოდა, ხო? ალბათ არ ვიცი. მე ვარ ბექში მაქსიმალურად. მე ვარ აი operations manager რასაც ქვია, operations manager-ი ვარ ძალიან ყოველთვის ჩაფლული უფრო შიდა რაღაც პროცესებში. მიკა არის I don't know, არ ვიცი, შეიძლება 24 საათი დღეში კითხულობს რა ხდება სამყაროში. რა ტრენდები მოდის, სიახლეები, იმან რა გააკეთა, რა ვიცი, დღეში 10 ზარი თუ არის, შეიძლება 5 იყოს, საერთოდ არადაკავშირებული უშუალოდ არენას operations-თან. დაუშვათ გაიგო, რომ გიორგი შენ გაუშვი რაღაც პროექტი, საინტერესო მსგავსი რაღაც იდეით ან რაღაც ისეთი GTM-ი გამოიყენე, რომელზეც ჩვენს ვფიქრობდით, დაგირეკავს და შეგეკითხება, რომ გიორგი, აბა გამიზიარე შენი გამოცდილება, როგორ მოხდა. მიკა მაგ მხრივ არის golden. Okay. ძალიან ბევრს კითხულობს, ძალიან ბევრ ინფორმაციას იღებს და ძალიან ბევრ ანალიტიკას აკეთებს. ამიტომ პირველი იდეა და პირველი ეს ტრენდი მიმოვალი უკვე იქითკენ თვითონ დაინახა და ძალიან ბევრი advisor-ი ყავს, რომელიც საერთოდ გუნდში არც არ არის.
მაგრამ საერთაშორისო ტიპები, ვინც გვეხმარებიან და გვეუბნებიან, რომ გაის. აი ახლა კარგი იქნება დაუშვათ აი ეს პროექტი გაეშვა, ესეთი რაღაც გააკეთეს, ძალიან საინტერესო გამოვიდა, what do you think? აი მე თქვენ ადგილას და advising ჩვეულებრივად და ეგრე გადაწყდა ყველაფერი დაუშვათ არიან launchpad-ები ან exchange-ები ვისთანაც ვაპირებთ დალისტვას და ისინიც გვეუბნებიან, რომ აი ჩვენთვის დაუშვათ საინტერესო იქნება ესეთი პროექტის დალისტვა და თუ შეგიძლიათ რომ აი ესეთი ელემენტები დაამატოთ, ან ჩვენი მომხმარებლები უფრო ბედნიერები და მაგ ყველაფერს რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ. ოკეი, და მე რიგებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და მე ხდება უკვე კომპანიაშიც ცვლილებად უსაჭირო არის. ძალიან კარგი. ანუ D-Gamify ეხლა როდის ჩატარდება ოქტომბერში იქნება და ისევ საერთაშორისო რა თქმა უნდა და სპიკერებიც როგორც მიგვაჩვიეთ ისეთ დონის სპიკერები გეყოლებათ. კი. ვატარგეტებთ 9 ოქტომბერს. დუბაიში დამთავრდება უკვე ეს ივენთების პერიოდი და კარგი. მიკაც ახლა დუბაიში არის, კი, აქტიურ networking-ზე. მე აქეთ ბეგში და ნუ გეკმავთ რა ვენიუზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ფიქრობთ რომ წელს მაქსიმალური ფოკუსი მინდა ალბათ კონტენტზე. მაქსიმალური ფოკუსი. ჯერ აუცილებლად AI-ს დავამატებთ, მარტო ვებ-3 არ იქნება და მინდა რომ ძალიან საინტერესო, უფრო მეტად საინტერესო სპიკერები ჩამოვიყვანოთ წელს და უფრო content და speaker driven კონფერენცია გამოვიდეს, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ნუ იცი, fun აუცილებლად უნდა იყოს. რაღაც საინტერესო ზონები აუცილებლად გვექნება. ისე რას ფიქრობ, ამ Web3-ში ხო ეს AI-ის მიმართვება ძალიან შემოვიდა, ხო? ადრე რაღაცა, ანუ ძალიან შეცვლილია რა ზოგადად მარკეტიც და ისა და აი ეს ჰაიპების თემები რო არის რა, რამდენად კარგია ზოგადად კრიპტოსთვის, რომ ჯერ რავი, DeFi Summer, მე NFT, ეხა AI-ის მე შემდეგი რა იქნება, ანუ ის განსა რო არის, რომ სულ რაღაცა შემდეგი უნდა მოხდეს, რამ ხო არ აზიანებს ზოგადად კრიპტოს რეპუტაციას, ესე რომ ვთქვათ. მე ისევ როგორც დამჯდარი იურისტი, ჩემთვის ალბათ it's too much. ჩემთვის არის უცნაური, რომ ესე სწრაფად შეიძლება, აი მართლა ძალიან operations ტიპი ვარ რა. რო აი არიქა და დღეს ამას ვაკეთებთ, ხოლმე ამას ვაკეთებთ, NFT არა, NFT აღარ, AI არა, ChatGPT რაღაც და აი ძალიან ჩქარია ეს ინდუსტრია. და ძალიან ჩქარია იმიტომ რომ ახალია. მოდი ეს ვთქვათ, შედარებით სულ რა ვიცი, რამდენი წელი შეგვიძლია დაუთვალოთ blockchain ინდუსტრიას. ახალია და რა თქმა უნდა, შეზღუდული რო არის ჯერჯერობით mass adoption-ზე არ არის გასული, ის ხალხი, ვინც შიგნით ვართ და ვტრიალებთ, ყოველთვის ექსპერიმენტის ეტაპზე ვართ ჯერჯერობით და რა თქმა უნდა, ცდილობ იმას და როგორც ნებისმიერ ახალ ინდუსტრიაში ჩემი აზრით ის არის, რომ ეხლა თუ ეს მუშაობს და აქედან თუ შემგვიძლია რომ რაღაც ჩვენთვის ბენეფიტები ამოვაგდოთ, community მაგას გააკეთებს. და სამწუხაროდ ჯერჯერობით ეგრე იქნება, სანამ არ დავაგროვებთ საკმარის გამოცდილებას, როგორ მუშაობს blockchain-ი და როგორ შეიძლება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ყველაფერი დავაიმპლემენტიროთ. ჯერჯერობით ძალიან hype driven არის, რაც ჩემთვის არის, აი პანიკაში ვარდები. მე ძალიან ისეთი სტაბილური ადამიანი ვარ, მაგრამ ხალხი ვინც არის აი pure Web3 ადამიანი იმას მოსწონს. აი მაგისტვის ძალიან სასიამოვნო ის არის სამწუხაროდ კი გეთახმები დღეს NFT არის გუშინ DeFi იყო AI დღეს გვიყვარს ხვალ აღარ გვეყვარება ჯერჯერობით მაგ სიტუაციაში ვიქნებით ჩემი აზრით კიდე მომთანს უგონია რომ ეხა ეს რაც არის ეს არის ის რომელიც ვიქნებ ეს დაჯდება ხო ჯერჯერობით ის მარტობით გოინი ხო, იცი რა მე სულ და exchange-ები, აი ტრადიციული მართლა mass adoption-ზე გაგვიყვანს ჩემი აზრით უშუალოდ აი ესეთი ტრადიციულთან დაკავშირებული პროექტები როგორც რამც. მე ვიტყოდი აი ჩემთვის რაც აი ხან ბოლო წებში რაც მივხვდი, იმიტომ ანუ აი ხა NFT ნაწილში ბევრად უფრო ჩართული ყავი და მეც ხამის ვათენებდი და საინტერესო მეკონა, მაგრამ აი ხა AI მიმქონების თემა ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო, მაგრამ იმას ხვდები რომ რაც უფრო მეტი ახალი ჰაიპი შემოდის, Bitcoin-ი უფრო მიყვარდება, იმიტომ რომ
სტაბილურობას ვიცი რა არის ბიტკოინი და არც ხვალ ნარატივი ახლა ის AI-ი არ შემოვა ბიტკოინში და რაღაცა სხვა ტიპი გაიჩნდა უკვე და ჩემი აზრით უკვე გამოიყო რა არის ეს Web3 და ბიტკოინი რაღაცა king of რაღაცა არის რომელიც სხვა ტიპი არის და ბევრად უფრო მაგარი რაღაცაა რეალურად რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო ვაფასებ ბიტკოინს მოკლედ მაგრამ მარტო ფასიდან გამომდინარე იგივე არ ვიცი მასების ტვინში გამჯდარი ჯერჯერობით აი ეგეთი პროექტები ახლა ბლოკჩეინ ბიტკოინსაც როგორც პროექტს ისე რომ შევხედოთ ბიტკოინი იცის ხალხმა USDT იცის ხალხმა კრიპტოკომი იმიტომ რომ ძალიან ბანკს გავს იცის ხალხმა ბიტნეტი იცის ხალხმა იმიტომ რომ ასევე აპლიკაცია გამოგიშვიათ რაც უფრო მიჩვევადი ტიპია რომ აი ძალიან შენ experience არ მიდი და ეხა ვინმეს უთხარი რომ Web3 wallet-ი რაღაც DEX-ზე წადი შეიყვანე ფული დაბრიჯე იმაზე ანუ აი ხო უკვე დავისტრესე რომ გასფიზე არ გეყო ფული შეაგდე ცალკე და აი რაღაცა სწავლები ჯერჯერობით ძალიან დახურულ community-ზე გადის ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა სანამ სტაბილურობაში არ გადავა იგივე დაუშვათ ტექსტულების გამოყენება იქნება ეგეთი შეხედვა როგორც გიჯებს რო გიყურებენ კრიპტო ხალხს მიუხედავად იმისა ტრამპი არის პრეზიდენტი ახლა ამერიკის თუ არა მაინც ცოტა ისე გიყურებენ კრიპტა ეგრეა ახლა რა თქმა უნდა თან ახლა დღემდე წესიერი Web3 wallet-ი რო არ არის რომელიც user friendly არის ახლა რთული ადამიანს რო გააგებინა რომ გამოიყენე. მაგრამ მივალთ ხო, მე მგონია რომ მივალთ. და ეხლა უკეთესი ახლა ეს უნდა ითქვას ახლა 4 წელთან 4 წლის წინ როგორი იყო, ბევრად უკეთესი ექსპერიენსია კრიპტოში. თან ხო, ცენტრალიზებულების გამითარ. თუ აი ჰაიპის თემას თუ დაუბრუნდებით, არ მგონია რომ AI ჰაიპი არის ახლა. ხო. AI დარჩება, გაჩნდება და არ ვიცი მართლა დედაჩემიც ელაპარაკება უკვე ChatGPT-ს და რაღაც ხო არა ძალიან ყოველდღიური გადის უკვე ვხვდები რომ არ უგუგლავ ხო მე აღარ გუგლავ სხვათა შორის და რა თქმა უნდა გაჩნდება და რა თქმა უნდა კარგი utility თუ ვიპოვეთ ამ ყველაფრისთვის ხო კრიპტოშიც კი თავარი კითხვა არის რომ ბლოკჩეინი არის თუ არა საჭირო ეს აი იმ კონკრეტულ პროექტზე ნახე ან ChatGPT აი ეგ უნდა იყოს თუ აი ამ ორი ელემენტის მართლა რეალური დაკავშირება მოხდება და ბლოკჩეინი მართლა საჭირო არის იმისთვის რომ ის AI იყოს ისეთი როგორც არის მაშინ ძალიან მაგარი იქნება და მანამდე просто რთულია ეხა ChatGPT-ს ვერ ჩაანაცვლებ იმითი რომ просто ბლოკჩეინზე სულ იგივე გავაკეთო აზრი ხო ჯერჯერობით არანაირი იგივე ძალიან ბევრ პროექტს შეგიძლია უთხრა რა შეჭირდებოდა ტოკენი რო გამოუშვით. კი ბატონო, ძალიან ბევრს. What for? ალბათ 98%-ს და პასუხია ფულის გაკეთება მინდოდა. ხო და სანამ აი ეგ არის პასუხი, რომ მომენტალური რაღაც ბენეფიტი მივიღო. ხო. We will be there. კი ბატონო, ნამდვილად ეგრე. ძალიან დიდი მადლობა მარი მე მგონი ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვილაპარაკეთ. შენ თუ არ გაქვს რამე რაც კიდე გინდა რომ ვისაუბროთ. ბიტნეტზე მინდოდა კითხო. ბიტნეტზე კითხე რავი. ჩვენ რა შვები 80,000 მომხმარებელი არ არის ცოტა საქართველოს. ძალიან კარგია, ეხლა უკვე 80,000-ზე ვართ. მადლობა პირველ რიგში ყველას, ვინც რეგისტრირდება და გადის ვერიფიკაციას ჩვენთან. ჩვენი აპლიკაცია გამოუშვით iOS, Android-ზე, Google Pay, Android Pay, რავი, ყველაფერს ესა Apple Pay ნებისმიერ რაღაც შეგიძლია შეიძინო კრიპტო ან გაყიდო. რავი 40-ზე მეტი coin-ი USDT 9 chain-ზე და მოკლედ კარგად ვითარდებით და კიდე კაი გეგმები გვაქვს. შვენიერ. ერთ წინადებაში რო გითხრა რა ხდება კიდეც. ძალიან კარგი, ხომ ახალთ გიმიხვა ეს? აუცილებლად და დუბაიში თუ წავალ მიკასაც მოვიკითხო. თუ ეცლება ჩემთვის მე ჭობა მაინც. არა, იპოვი ივენტებს. მიკა პოდკასტზე ვერ მოვიყვანე ჯერ და მიკა მოდი პოდკასტზე. დიდი მადლობა და დაველოდებით 6 მაისს უკვე ესა მინც და ოქტომბერში The Gamify-ზე შევხვდებით კიდე ერთხელ ერთმანეთს. შვენიერი, მადლობა.